გამარჯობა, მე თამარი ვარ და ქართულ მედია ჯგუფთან ერთად განვიხილავთ გასული კვირის მთავარ ამბებს მსოფლიო მასშტაბით. Financial Times-ის ინფორმაციით პუტინმა თავის კაბინეტს დაავალა მოემზადონ დასავლური კომპანიების დაბრუნებისთვის, რაც შესაძლოა მიუთითებდეს კორპორაციული აღორძინების დაწყებაზე ამერიკა-რუსეთის ეკონომიკური დაახლოების ფონზე. პუტინმა განაცხადა, რომ სურს რუსულ კომპანიებს ჰქონდეთ განსაზღვრული უპირატესობები იმ კომპანიებთან შედარებით, რომლებიც რუსულ ბაზარზე დაბრუნდებიან, რაც მოსკოვის მხრიდან დასავლური სანქციების ეს ერთგვარ პასუხად იქნება აღქმული. Telegraph-ის ინფორმაციით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა დატოვოს სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც იძიებს უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულებს. ვაშინგტონის მხრიდან აღნიშნული ტრიბუნალის მხარდაჭერის დაკარგვა სერიოზული დარტყმა იქნება როგორც მისი საერთაშორისო რეპუტაციისთვის, ასევე მთლიანად პროექტის ავტორიტეტისთვის. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი უკრაინის საკითხის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაწყვეტით იმუქრება. ჩვენ გავაძლიერებთ ზეწოლას ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რათა ცხადი გავხადოთ, რომ მათ ბევრი აქვს დასაკარგი თუ ისინი შეწყვეტენ ევროპული ლიბერალური დემოკრატიების მხარდაჭერას. ევროპულმა ქვეყნებმა არაფერი გააკეთეს ომის დასრულებისთვის, არ ხდება შეხვედრები რუსეთთან. მათი მხრიდან საერთოდ არაფერი გაკეთებულა. ჯასტინ ტრიუდო არის წარუმატებელი პრემიერ-მინისტრი და ყოველთვის ასე იყო. მისმა პოლიტიკამ კი კანადა გაანადგურა. ევროპა ახალი ეპოქის წინაშე დგას. აუცილებელია სამხედრო ძალისხმევის გაძლიერება უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომის საპასუხოდ, განაცხადა მაკრონმა. გავრცელებული ინფორმაციით მაკრონი განიხილავს საფრანგეთის სამხედრო ხარჯების გაზრდას 2.1%-დან 5%-მდე ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. პოლიტიკოს ინფორმაციით ამერიკის ევროპელმა მოკავშირეებმა შესაძლოა შეწყვიტონ უმაღლესი დონის საიდუმლო სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა ვაშინგტონთან, რადგან შიშობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოსალოდნელია, რომ მოხდეს ამ საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა. მოკავშირეებში შეშფოთება კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, როდესაც კონგრესმა დაამტკიცა ტრამპის მიერ შერჩეული პრობლემური საეჭვო პირების დაზვერვის უწყების ხელმძღვანელებად, რის შედეგადაც გაჩნდა ბრალდებები მონაცემების არასწორად და არასათანადოდ დამუშავების შესახებ. ასეთი იყო კვირის პოლიტიკის მოკლე მიმოხილვა, მე ერთი კვირით გემშვიდობებით.